მოგესალმებით, მე გახლავართ ჯემალ ზაგანია, სპორტის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი. რას მოიცავს თქვენი საგანი ოლიმპიზმის ისტორია? ჩემი საგანი ესე სახელდება ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და ოლიმპიზმის ისტორია, რომელიც იწყება კაცთა გაჩენის პერიოდიდან და მოდის დღევანდლამდე. ამაში რა თქმა უნდა, ოლიმპიზმის საფუძველების ჩაყარამდე მანამდე არსებობდა ფიზიკური აღზრდის დაახლოებით 4-5 წლის უკანდელი ამბავი, როდესაც მესოპოტამიაში შუმერთა ქვეყანაში პირველად სახელმწიფო სამსახურში ჩააყენეს ფიზიკური აღზრდა და აი ამის შემდეგ ვითარდებოდა ბოლო დაახლოებით 3-4 წლის შემდეგ დივიდენ ბერძნები დასკვნამდე, რომ ეს ფიზიკური აღზრდა რაღაც შეჯიბრებად ექცია და აი ამ ფიზიკური აღზრდის საფუძველზე დაფუძნდა შემდეგი ოლიმპიური თამაშები, რომლებზეც გესაუბრეთ და რა თქმა უნდა თანამედროვე ოლიმპიური თამაშებიც აგებულია იმ ძველ ფესვებზე, რომელიც მოდის 5-6 წლის უკანდელი პერიოდიდან.